ესეც გაზია? აბა გამოვხდეთ ჩვენი დატენვადი უთო. ეს არ მიგორავს? ელექტრომანქანები არ მიგორავს? დრიფტით ვერ დავარტყავთ არა? ფაქტიურად ახალივით არის მანქანა. თიგას ჩავაჭიროთ, აბა რა ხდება. ნისანი ჩამოვიდა როგორც იქნა. ის ნისანი არა რომელიც უნდა ჩამოსულიყო, რომელიც მინდა და რატომაც ქვია ამ არხს Dream Chasers-ი. მაგრამ ესეც ნისანი არის და ჩაითვლება. სულ პირველი მანქანა არის, რომელიც სრულიად ელექტრო არის და ეხლა მივიღებ პირველად შევეხები, პირველად გავატარებ, საერთოდ არ მყოლია არასოდეს სრულიად ელექტრო მანქანა და ნუ მოკლედ მომავალი ჩემამდეც მოვიდა და ეხლა მივიღებ ჩემს სულ პირველ ელექტრო მანქანას. დავით. აგია ისა. მოკლედ იაპონური Nissan Leaf-ი არის 40 კილოვატიანი, რომელსაც იძახიან რომ სადღაც 200-დან ზევით გადის კილომეტრს. 200 ყველაზე დაბალი ვთქვი. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპლექტაცია არის ეს მოდელი. ამაზე მოგიყვებით აუცილებლად უახლოეს მომავალში, შემდეგ ვიდეოში, ან რომელიღაცაში შემდეგიდან, ამიტომ წინასწარ გეუბნებით არხი გამოიწერეთ. არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო ამ არხზე, რადგან საინტერესო ვიდეოები გელოდებათ. ძალიან მალე დაიდება კიდევ უფრო მეტად საინტერესო მანქანები. შეიძლება ელექტრომანქანები ყველასთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში საინტერესო მანქანებსაც შემოგთავაზებთ. იმიტომ რომ არხიც იზრდება, მეც მორალურად ვიზრდები და პლუს ცოტა უფრო ჩამოყალიბებულ ვიდეოებს გთავაზობთ, ასე რომ მოკლედ არ გამოტოვოთ ის შესაძლებლობა და არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. კაია. ეს სტაბილურად როგორც ყოველთვის. აქაც ახლა ამერიკელების ბრალი არ არის. ზოგადად ახლა Nissan-ი და მე ცოტა კავშირში ვართ და აი ჩემი აზრით ასეთი ვიზუალით რო ყოფილიყო არა მარტო ელექტრო ეს მანქანა ბევრად უკეთესი იქნებოდა და ბევრად უფრო საინტერესო. და სავარაუდოდ ამითაც ვივლიდ, იმიტომ რომ სრულად ელექტრო ну კი კარგია, მაგრამ ქალაქისთვის რა ეში და ახლო დისტანციებზე რო იარო, კაია, მაგრამ გრძელ გზაზე, ну, თქვათ კომფორტული არ არის. ხა 250 კილომეტრს გახვალ ბაზარი არა, მე რას შვები. მე სადღაც უნდა გაჩერდე, დრო დაუთმო, დაკენო. რაც თქვათ კომფორტული არ არის. ეს რო გადიოდეს სადღაც 400-ს, რომელსაც საშუალოდ 62 კილოვატიანები გადის ხოლმე. ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მე ჯერჯერობით კლასიკურად მივყვები და ეს შიდა წვით ძრავიანი მანქანა რო ყოფილიყო, ну, ჰიბრიდი, ასე რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა. მე ესე ვფიქრობ. რაც კომპლექტაციას შეეხება და პირველადი რაც შემიძლია რომ ვთქვა, რითი განსხვავდება რა, რაც ვიცი, არის პარკინგის სენსორები, ანუ 4 აქვს ყველას, მაგრამ კიდევ 2 დამატებით გვერდებზე უკნიდანაც და წინიდანაც აქვს ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოპილოტი აქვს და მოკლედ გეხმარება ტარებაში, რაც ძალიან კარგი ფუნქცია არის რა. და კიდევ უფრო მეტი ფუნქციებიც არის, ვიდრე სხვა დანარჩენ მანქანებში. აქ მაგალითად საჭის გათბობაც გვაქვს და სავარძლების გათბობაც გვაქვს წინაც და უკანა სავარძლებიც მოკლედ გათბობით არის. 2 გასაღები, ასეთი ლამაზი Nissan-ის გასაღები. ლამაზი ჩემთვის არის სავარაუდოდ სუბიექტურად ვუყურებ Nissan-ს, იმიტომ რომ ну კი შუჯერ ვთქვი. აბა, წითილი იყოს ჩემ ფეხი. ესეც გაზია? რომელი თაობა აყენია ნეტა? სად აქვს სტარტ-სტოპი? აგი. გასტრების სენსორი, ვაიმე, რას ლაპარაკობ. სხვათა შორის ეს ვერსია 360 კამერებით არის. 51%-ზეა დატენილი და 87 კილომეტრი შემიძლია გავიარო კიდევ. რაც დაახლოებით 160, ну 200 რა. 100-ზე. ფარები? ფარებიც მუშაობს. და აქ რა ხდება? 360 კამერები მართლაც კომფორტულია. Yeah, right, picture that with a Kodak. Or better yet, go to Times Square, take a picture of me with a Kodak. Took my life. სხვათა შორის ეს მანქანა არის 4 BB შეფასებით, რაც ძალიან კარგია იაპონური მანქანისთვის აუქციონებზე.
მოკლედ ვინც ერკვევით აუქციონებში ძალიან მაგარი შეფასება არის მით უმეტეს ისეთი მანქანისთვის, რომელსაც 100-ზე მეტი აქვს გარბენი. ესე იგი მდგომარეობა იდეალური არის. რაც შეეხება აუქციონებს და რაც ვახსენე. თუ გინდათ აი ესეთი მანქანა, ან სხვა მანქანა, რომელსაც ჩვეულებრივ მიიღებთ დაკოქავთ და ჩვეულებრივ წახვალთ თქვენ საქმეებზე, შეგიძლიათ მოიწეროთ და იაპონიიდან გაყიდინებთ მანქანას. აი ასე გამოიყურება ეს მანქანა შიგნიდან, ზუსტად ამაზე გეუბნებოდით, თუ ასეთ მდგომარეობაში გინდათ მანქანა და ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანები არ მოგწონთ იმის გამო, რომ უნდა მიიღოთ, მერე ხელოსნებს ეძებდეთ და ხელოსნებთან იაროთ და ნაწილებზე მოკლედ ძალიან დიდი დრო დახარჯოთ. იაპონიის ვარიანტი ყოველთვის აქტუალურია, იაპონიიდანაც ჩამომყავს მანქანები, შეგიძლიათ მომწეროთ, Instagram-ს გამოვანათებ, ჩვეულებრივ ავირჩიოთ იაპონიიდან მანქანას და დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ჩამოგიყვანთ, ნუ ეგ თქვენზე უკვე დამოკიდებული და რა თქმა უნდა ბიუჯეტზე. ძალიან დიდი არჩევანი არის დაბალ ბიუჯეტში მანქანების, როგორც არის Toyota Aqua, Honda Fit და ასე შემდეგ, წლების განსხვავდება, რა თქმა უნდა და ფასიც განსხვავდება. მომწერეთ და მოკლედ რამეს მოვიკითხებთ. აქ კიდე Nissan-ი მომწონს. ესეთი არ მყოლია არასოდეს სულ პირველი მანქანა არის, როგორც ვახსენე, ელექტრომანქანა არასდროს არ მყოლია და ნუ შთაბეჭდილება როგორც მინიმუმ კარგია. უბრალოდ ძალიან მაღლავზი ვარ და ქვევით ვერ უწევ ამას, საჭეს შეიძლება რამე მოუხერხოთ. საჭე უკან არ მოდი. წინ და უკან არ დადის საჭე. მარტო ზევით ქვევით. აი ზევით მაინც აუწიოთ რა ეს უკვე არ მომწონს, წინ მივიწევთ. რავი, ნორმალურია რა. ბიჭო, ეგრევე რა ხდება ბიჭო? აი ეს არ მიგორავს? ელექტრომანქანები არ მიგორავს? გაჩერდა. ერთი წრე დავარტყათ რა. დრიფტით ვერ დავარტყავთ არა? გრარის. ეს რა ცოტა ადგილია ყველგან. მოკლედ ეს არის ლაივში ჩემი ყველაზე პირველი შთაბეჭდილებები ამ მანქანაზე. პირველ რიგში რო არ მიგორავს ძალიან შემაწუხა. რაღაც აი უშვებ და ბრაღ გაჩერდა თავის რაღაც მიუჩვეველი არის როგორც მინიმუმ, აბა წავედით ერთი. რაღაცა მოდი დავდგეთ ბიჭო. არა. რა კაია სიჩუმეში სიარული ისე არა? არა. რა ხდება? აი ეს რა საშინელებაა, რატო ჩერდები? ეს ეპედალი რა არის? უეჭველი ეგ არის. აბა უშვათ. ეგ არის, თვითონ აჩერებდა მანქანას. ეს იყო ეს აჩერებდა მანქანას. ეპედალი არ ვიცი რა არის, აბა კოპილოტი ჩავრთოთ. კოპილოტიც მუშაობს. მოკლედ მიმოხილვაზე ჯერ ამ მანქანას შევისწავლი, მიმოხილვამდე. მე კიდე მიმოხილვას ისეთ შემოგთავაზებთ, როგორც ვიცი, Nissan Leaf-ზე არ არის, ნუ როგორც მინიმუმ არ მინახავს ქართულ YouTube-ზე მიმოხილვა და რატომაც არ შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მხვდება უკვე ეს მანქანები თბილისის ქუჩებში. და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს გაინტერესებთ ელექტრომანქანები, რადგან ეხა არის ტენდენცია ელექტრომანქანების ძალიან პოპულარული ხდება ეს ელექტრომანქანები საქართველოში და ზოგადად ეხა სოფლიო მოძრაობს ელექტრომანქანებისკენ, მიდის ნელ-ნელა და უფრო პოპულარული ხდება ეხა მანქანები, რომელსაც შიდა წვის ძრავი არ აქვს, არც გამონაბოლქვი, არც ზედმეტი ხმა და ასე შემდეგ, პლუს ეკონომიურია და ეს ეხა რეალურად იაფის ღირს, სულ რაღაც $8,000-ში შეგიძლიათ რომ იყიდოთ ესეთი მანქანა და $8,000-ად დაახლოებით, ნუ 6-7 ლარი დაგიჯდებათ ამ მანქანის სრულად დატენვა და 250 კილომეტრს თუ გადიხართ საშუალოდ ქალაქში 6 ლარად, მე მგონი სხვა უკეთესი ვარიანტი, ნუ იშვიათია როგორც მინიმუმ. მე არ მახსენდება პირადად და თქვენ თუ გახსენდებათ, შეგიძლიათ მოიწეროთ კომენტარებში და დიდი სიამოვნებით შევისწავლი ახალ ინფორმაციას. ეხა ერთი პატარა წრე დავარტყათ ამ ჩვენი Nissan Leaf-ით, ახალ ჩამოსული იაპონელით. როგორც მინიმუმ ეხა ტარება ამის მომწონს რა, აი რაღაცნაირია თითქოს მიუჩვეველი. სულ პირველად ვატარებ სხვათა შორის, აი ხა თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორ ვატარებ სულ პირველად ჩემს ელექტრომანქანას და ჩემსაც რა, ზოგადად ელექტრომანქანა არ მიტარებია არასდროს ცხოვრებაში. ხა პირველად ვარ ელექტრომანქანის საჭესთან. მოკლედ მომავალში ვარ რა. ნუ კი ძალიან პოპულარულია ხა საქართველოში და ძალიან ბევრს გექნებათ ნატარები, მაგრამ მე დავაგვიანე.
აბა ერთი საჭის გათბობა მოვსინჯოთ. სიგნალი რაღაცა უთოს მახსენებს. არა მგონია სიგნალის ბრალი იყოს. არა ამ ყველაფერს უნდა მივეჩვიო. ცოტა მიუჩვეველი არის. ვაი. თიგას ჩავაჭიროთ აბა რა ხდება. ოი, შემი Chochodzę z buksą. Ero, Mercedes ვერ გაგასწრებ? იმედია ვერ. ელექტრომანქანებზე რა ვინც არიცით, ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ნებისმიერ სიჩქარეზე, ანუ აბაროტებზე აღარ ხარ დამოკიდებული და შენი თორქი აბაროტებიდან არ მოდის რა, ძრავის ტრიალის და ბრუნის სიჩქარეს არ აქვს მნიშვნელობა, აქ რა სიჩქარეზეც არ უნდა იყოს, გასრო აჭერს, ცხენები ყოველთვის მზად არის იმისთვის, რომ გაიქცნენ რა. მოგემსახურონ. ცხენები ყოველთვის მომსახურების ზონაში არიან. ცხენებს თავი დავანებოთ და აბა შუქის კი არა იმის. ანჯლის ეს არის? ესაა? მე არ ვიცი, ძმა მანქანა არ მყოლია. არასდროს. მაგრამ ეს ახლა მანქანა დითვლება თუ დევაისი არის ასე, ანუ ელექტრომანქანები, მანქანებია თუ რაღაცა მოწყობილობაა უფრო. ეგ საინტერესო არის ისე. რავი, ტარება ახლა მომწონს ამისი. ჩვეულებრივ, ანუ რეალურად ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანუ ჰიბრიდს ვატარებ, ოღონდ ძრავზე არ გადადის რა, რაღაცა ეგეთი შეგრძნება მაქვს. მაგრამ კარგად დადის, ცოცხალია. ხა რაღაც სასწაული არ არის, მაგრამ ცოცხლად დადის. ახლა მივდიოდი 90-ით. ერო, რა სიტყვა სწრაფი არა? და ეს 2% დავხარჯე უკვე. საჭეს ვათფობ, ფარები მაქვს ჩართული და საქარემინასაც ვათფობ, პლუს შუქიც ჩართული მაქვს და უგაზავ 2%. ერთი, ანუ ის იყო რა მას დამაინტერესა და გამაკვირვა რეალურად რო ვთქვათ. 5 თვე იყო გზაში თითქმის ეს მანქანა, ანუ ყიდვიდან ჩამოსვლამდე 4 თვე ნახევარი გავიდა. და ამ 4 თვე ნახევარში სულ რაღაც 2-3% მოაკლდა ელემენტს, რაც ძალიან საინტერესო არის. სხვათა შორის აი ფონზე ხედავთ ჩვენს ცეკლას, რომლის ვიდეოები არ გზედევს. მივიღეთ ეს მანქანა და ავაწყეთ ჩვენით, პლუს 1-2 რაღაცას წავამატეთ, რომელიც მე ერიკამ წარმატებით მოხსნა. ეგ ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე. სანამ ამ მანქანის მიმოხილვა დაიდება, თუ გამოტოვებული გაქვთ რამდენიმე ვიდეო, რომელიც ვიწვალეთ და გადავიღეთ თქვენთვის და არ გინახავთ, აუცილებლად გადადით და ნახეთ. ერთი რა მაინტერესებს, იცი? აი აქ D-ში ხო ვაგდებ. აქ იყო კიდე ერთი, აი ნახეთ, D-ს რო ვაჭერ, ბაზარი არა და B რაღა არის. აი გადავიღე. ნახეთ. B ანუ თოვლი? B. ანუ მე თმე გონა რატომღაც, მაგრამ კამერაც მაქვს და 360. აი ავტოპარკინგი. არ გვინდა ხა არცად არ წახვიდე გთხოვ. პარალელ, ვაი, არ გვინდა. უბრალოდ დამაყენებინე, კაი? მე თვითონ ვიზავ ყველაფერს თავი დამაყენებ. არ ვენდობი ამ ტექნოლოგიებს რა, ტექნოლოგია. გათენდა შემდეგი დღე, აი ასე გამოიყურება ჩვენი Nissan Leaf-ი. უკვე იტენება, სხვათა შორის დამტენს და ეგეთ დეტალებს რაც შეეხება ვიდეოს ყურება გააგრძელეთ და ჩემს აზრსაც გეტყვით, რაც ახალი დავამოამე და შევისწავლე. აი ასე გამოიყურება პირველ რიგში ვიზუალურად გაჩვენოთ. დღის შუქზე არ გინახავთ ეს მანქანა ჯერჯერობით. ღამე გვიწევს ხოლმე მანქანების მიღება და მთლად კომფორტული არ არის იმისთვის, რომ ვიდეო გადავიღო და გაჩვენოთ. აი ასე გამოიყურება Nissan Leaf-ში. სულ პირველად მყავს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ელექტრომანქანა არასდროს არ მყოლია. ზომას რაც შეეხება ფიტზე და აკვაზე და ნუ მაგ კლასზე ცოტათი უფრო დიდია. მაგის ხარჯზეც მოდის სავარაუდოდ 4-იან კონტეინერში. ფიტთან და აკვასთან შედარებით მეტ ადგილს იკავებს. ამ კონკრეტულ მანქანას რაც შეეხება მდგომარეობა, ნუ აი ძალიან მაგარი არის. ფაქტიურად ახალი ვით არის მანქანა, ერთადერთი აი ის თუ არ ჩავთვალეთ ნაკეცის სკამთან.
სხვა დანარჩენი საჭის მდგომარეობა, სალონის მდგომარეობა და ყველაფერი იდეალურად არის შენარჩუნებული. სუნიც ძალიან კარგი აქვს, თავისებური იაპონური სუნი აქვს. რაც ჩვენს კომპლექტაციას შეეხება. 360-იანი კამერები გვაქვს, გასწრების სენსორი გვაქვს, პარკინგის სენსორებიც გვაქვს, დამატებითი გვერდებზე როგორც გითხარით, აქ არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ სწრაფად დატენო და ნელა დატენო, ან პირიქით სწრაფად დატენო და ნელა დატენო, არ ვიცი. იაპონიიდან ჩამოყვა ეს დამტენი, რაც შეეხება დამტენს და ზოგადად როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. დამტენმა ჩვენს დენზე რო იმუშაოს, ასეთი გადამყვანი ჭირდებოდა და ვიყიდეთ, მოკლედ აქ შედის თვითონ ჩანგალი, ამის ვილკა, მე უკვე ჩვეულებრივ ჩვენებურ ყველასთვის ნაცნობ ვილკაზე გადადის. აი ესე გამოიყურება ეს დამტენი. ცოტათი კი ვერ წუდება, მაგრამ ასე თუ ისე დავაყენეთ მანქანა ისე რომ მიწუდეს. თვითონ მანქანა ვიზუალურად, აი მართლა ძალიან მომწონს, ვფიქრობ რომ ეს რო ჰიბრიდი ყოფილიყო. ნუ ჩემს პირობებში ხა მე როგორც ვიყენებ მანქანებს და რაშიც მჭირდება მანქანები, მჭირდება რომ ნუ მქონდეს როგორც მინიმუმ არა მხოლოდ 200 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა, არამედ მეტის და თან ხა დროც ჭირდება ამას, რომ დაიტენოს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით მეორე მანქანაც იდეალურია, ან ისეთი ადამიანისთვის, ვისაც ჭირდება სამსახურიდან სახლში მისვლა და პირიქით, იდეალური არის, იმიტომ რომ ერთი დატენვით, სულ რაღაც რა ვიცი, როგორც დავითვალე 6-7 ლარი მოუწევს მთლიან დატენვას. 40 კილოვატიანი ელემენტებით არის ეს კონკრეტული მოდელი. გაგატარებს 200 კილომეტრზე მეტს, რაც ძალიან კარგია სამსახურში, რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მიხვალ და წამოხვალ. მით უმეტეს თბილისი, ეხლა მთლად დიდი ქალაქი არ არის. საიდანაც გინდა, ანუ ნებისმიერი წერტილი რაც არ უნდა აირჩიო, ანუ მიხვალ, წამოხვალ და ექს რამდენჯერმე რა შეგიძლია მეგობარსაც გაუვარო, ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ 1-50 კილომეტრი კიდე ზევიდან დაგრჩება. 150 კილომეტრზე მეტს ვინ გადის დღეში თბილისში, არ ვიცი. ქალაქის პირობებში იდეალური ვარიანტია ესეთი მანქანის ყოლა. თლად ძალიან ძვირიც არ ღირს. სადღაც $8,000-ში ჩვეულებრივ ჩაეტევით ასეთ მანქანაში. რაც ძალიან კარგია, ნელ-ნელა ვითარდება ტექნოლოგიებიც. ეხლა რა გეგმა მაქვს და რატო ჩამოვედი? პირველ რიგში უნდა წავიდე და გავარიცხო ეს მანქანა. გავალამაზო. ჩემი აზრით დაგიფიქსიროთ კიდევ ერთხელ გავატაროთ ერთად და მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს მანქანა გავყიდოთ. ფოტოები უნდა გადავიღოთ, ერთად წავიდეს, მე და თქვენ. გადავიღოთ ამ მანქანას ფოტოები, მიმოხილვაც გადავიღოთ, ცოტა უფრო დეტალურად გავივლი ამ მანქანაზე, ჩემს აზრსაც დაგიფიქსირებთ, მიმოხილვის ვიდეოს დაელოდეთ აუცილებლად და გააგრძელებთ ამ ვიდეოს ყურება. წავედით. სანამ გასარეცხად წავალთ, უნდა შევამოწმოთ ამ მანქანის ელემენტის ჯანმრთელობა. SOX ეძახიან, State of Health ქვია. აბრევიატურა მოკლედ SOX და SOX ეძახიან. ეხლა OBD უნდა ვიპოვოთ, შევაერთოთ. აბა. გევიპოვე. მოკლედ ამ SOX-ს შევამოწმებთ, ეხლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იაპონიიდან ერთადერთი მინუსი არის ეგ რა, ანუ რო ყიდულობ მანქანას, ყველას არ უწერია ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქვს კუბიკები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო აუცილებლად, რა მანქანის ყიდვისას აქ ყოველ შემთხვევაში და ჩვენ კიდევ რისკავთ რა, ანუ ყიდულობთ და მერე ვიგებთ, როდესაც ჩამოდის მანქანა, ან როდესაც მიდის საწყობში, მან ვიგებთ რამდენ კუბიკზე. ეს კონკრეტული არის 11 კუბიკზე, რაც ჩვეულებრივი ადეკვატური რაოდენობა არის მანქანისთვის, რომელსაც 120 აქვს გარბენი. ნუ ეხლა ახალსაც ვერ იყიდით, 12-11 ნორმალურია, даже 10-იც გამეგიანო. Facebook-ზე იწერებიან ხოლმე, ნორმალურია. აბა შევიდეთ აპლიკაციაში და ვნახოთ. ეს არის ხო Liftspy-ი. არ მუშაობს, ეს OBD ძველია უკვე და აღარ მუშაობს. აგი ასეთი. აი ასეთი. ორპლატიანია ესა და არა ერთპლატიანია. არ მოყვება. სახში გავს. სახში მაქვს. არ მუშაობს ეს და ჩემს მეორე OBD-ს მოვიტან. მანამდე კიდე გაჩვენებთ. აი ასე გამოიყურება ეს ინტერფეისი. უკვე 79%-ია დატენილი და ამბობს 150 კილომეტრს გავივლით ზევიდან კიდევ. აგი ეს შემდეგი OBD, მოიცა ეს ჩავკეტო რო არ იწრიპინოს.
აბა წავედით შევაერთოთ ახლა Bluetooth-ზე, აი ასეთი Android-ი გვჭირდება იმისთვის, რომ დავუკავშირდეთ, იმიტომ რომ iPhone-ზე ფასიანია ეგ აპლიკაცია სამწუხაროდ. მეც ეხლა თქვენთან ერთად აი ესე live რეჟიმში ვამუღამებ და ვსწავლობ ამ ელექტრომანქანებს, იმიტომ რომ საერთოდ არასდროს არც შევხები ვარ, არ ვიცი რა და როგორ ხდება. და დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა სოხი არ შემარცხვენს. გერ დავუკავშირდით და ეს რა არის ხა? აქ რა ხდება? რას დავაჭირვებ ერთი? და 11 და 9 ეს რა არის? რამდენი ციფრია? 72. სოკ. ეს არის სოხი? თუ ეს სოკია. აგე სოხი. 91.9. ნუ, რავი, ნორმალურია, როგორც წავიკითხე. 70-ზე ნაკლები არის, ძალიან ცუდი. 80-90, კარგი, 100 სულ ახალია და 80%-იანი ჯანმრთელობა აქვს, რაც ნორმალურია. იდეალური არ არის, მაგრამ წავა. მოკლედ როგორც აღმოჩნდა, 91.9 ნორმალურია, თან მამაჩემის ნაცნობიც იყო აქ და თვითონაც ლიფი ყავს, ეხლა თვითონაც მოიყვანს ამის ტყუპის ცალს, რაც გავარკვიე ამ დროში არის ეს პილოტ რო იყო ლურჯი კნოპკა. კაია ეგ, რადგან ისედაც ვიცოდი, რომ ცუდი არ არის. ფუნქცია, რომელიც ავტოპილოტს გავს და მოკლედ აკონტროლებს ყველაფერს. Honda-საც აქ იგივე დაახლოებით და ეგ ნახსენები მაქვს. ესეც დისტანციის კონტროლი არის, ანუ ადაპტიური კრუიზ კონტროლი აქვს, გასწრების სენსორები, როგორც გითხარით უკვე. აქაც ერთი, აქ სრულად არის შევსებული მთლიანად ეს საჭის გათბობა, არ ვიცი ეს ტაიმერის გათიშვა იქნება, დარტყმის სენსორი და ხმა, ეკო რეჟიმი არ ვიცი რა არის და ეს არ ვიცი რა არის, იმიტომ რომ ირთვება და არ ვიცი არაფერი არ იცვლება. წარმოადგენდა არ მაქვს რა არის. აგერ ესეც მეორე ლიფი ტყუპის ცალი, რაზეც გიყვებოდით. ამასაც აქვს გასწრების სენსორები. ეს ცოტათი უფრო დაბალი კომპლექტაცია არის შედარებით. აი როგორც გეუბნებოდით, აქ პირდაპირ შეგიდარებთ, გვერდებზე არა აქვს პარკინგის სენსორები, სხვა დანარჩენში ხა LED ფარები ამასაც აქვს, სანისლეები არა აქვს, მაგრამ დიდი განსხვავება არ არის. კამერები მე მგონი არ აქვს. ხო, კამერები არ აქვს. აბა შევამოწმოთ ესეც. შევამოწმოთ ჩვენი მეორე Nissan Leaf. ხან საერთოდ არ ვეხები ელექტრომანქანებს, ხან კიდე დღეში ორს. საინტერესოა. აბა ვნახოთ ახლა. ელემენტები ძალიან ძვირი ღირს. ელემენტი ღირს მანქანის ფასი ჩათვალე. 4-ად შეიძლება აი კარგები. ხო, მაგრამ 4-იც ცოტა არ არის. თქვენც არ გაქვთ ცუდი სოხი? რამდენი? 78 და 40. ხო, არ არის ცუდი. ხო, 4%-ითაა განსხვავება რა. 11 კუბიკზეა და რამდენს გადახარ სულ? რამდენს გადის? რაც დავდიო, მე ახლა კაროჩი 120 კილომეტრს გავივი, მე რა ერთი. და 100-ს რო გაივლით, თქვენ 100-მდე ტენით თუ როგორ ტენით? 100-მდე? არა, ხო, 100-მდე ტენი. ხო, გააფუჭებს ეგრე. 100-მდე ტენით და 100-ს რო გადიხართ, რამდენი რჩება დაახლოებით? 30-მდე. 30-მდე. სადღაც 160-170-ს გაივლით რა. მაგრამ თქვენ ფეჩიც და რაღაცებიც ჩართული გექნებოდა? ფეჩი არა. ფეჩს არ ავთავ. არა. არა. ზამთარში არ ცივა? ზამთარში ცოტა ხანი ჩავთავ ხოლმე და ეგ. მე ძირითადად იცი რას ავთავ? აბა. სიდენიას. ხო. და საჭეს? ხო, ამასაც აქვს საჭის გათბობა, ხო? რული და სიდენია. 78. შუა გასაღები დაგიტოვეთ. ეს არ დამოვიწყდეს გამორთო. წავედით ახლა ჩვენ და გავრეცხოთ ჩვენი Nissan-ით. აბა გამორთოთ ჩვენი დატენვადი უთო. всё, ესე უნდა გავთიშო და всё? მორჩა? бенზინი ხوار გადმოდის აქედან. აბა დეისილარი არაფერია კაცი. ეს პირველი კაპოტი ჩავკეტეთ. მოდი აბა ერთი ძრავით ვაჩვენოთ. ძრავი თუ რაც არის, აბა გახსენი. ვერიპოვე? აი ვიპოვე. აჰა. აი ესე გამოიყურება შიგნიდან. აკუმულატორიც არის. ანუ მე ვერაფერს ვერ გეუბნებით, აი ჩვეულებრივ
მეც მაყურებელი ვარ ეხა სიარულით ამ სიტუაციაში. ცოტა გრუბი იქნება. ო, ცოტა გრუბი. აი, ჩემს ფიტთან შედარებით გრუბი არ არის, იმიტომ რომ იმას სპორტული პადუეს კი აქვს რა და ამაზე რო გავიკატავე, ჩვეულებრივ ანუ მივიღე რა, არ მეგრუბა. ეხლა მაგრამ სწრაფია. კარგად დადის. სწრაფი რომელია, რაკეტას წავედით. დავქოკე. ძრავი. ვაგარი. აი ეს გინი. არ ვარ რა ჩემ ეს ტენის ნეტა. ტენის არა. ო რა ყველაფერი რაღაცნაირია, მაგრამ ნისანი რომ მომწონს. აბა წავიდეთ. საბურავების გაშავების ისა აგდევს? ხო. სამარგულში? რბილია, არადა. შედარებით. მე რბილი მეგონა და საბურავებსაც გავაშავ. სიმართლე რო გითხრათ, ჯდომი, ანუ რაღაცნაირად ძალიან მაღლავზი ვარ და ვერ ვწევ ქვევით და საჭის ახლოს მოტანა მინდა და არც ეგ ფუფუნება არ მაქვს და ეგ ცოტა მაწუხებს. წამოხ გავრეცხოთ, გადავიღოთ და მალევე გავყიდოთ რომ მე ბევრი ბენზინიანი, ხმაურიანი მანქანა გამოვიწერო. მაგრამ ესეც უნდა მეცა და ასე თუ ისე ძალიან პოპულარული ხდება ეხანანალა ეს ელექტროთემა და უეჭველი უნდა მეცა და მომეკიდა ხელი. რატომაც არა გამოცდილება არის ესეც. აი ხა ვნახოთ 71%-ზე არის და 154 კილომეტრს მიწერს. საერთო ჯამში ჩვენ გვაქვს გავლილი 123,945 კილომეტრი და 124,000 კილომეტრისთვის ახლა 91% მით უმეტეს იაპონური მანქანა არის ეს და იაპონიაში ნუ ეს ყველაფერი ფორუმებზე წავიკითხე ასე რომ ეგ ყველაფერი მოსმენით ვიცი და რეალურად ვერც ეს გავიგებ არ მოყოლია იაპონიაში სწრაფი დამტენებით ტენიანო და მაგიტომაც შეიძლება რომ ელემენტის ტევადობა, ანუ ჯამთელობა ასე ვთქვათ, უფრო მალე ფუჭდებოდეს და ქვევით იწევდეს ვიდრე ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკაში ტენიან ნელი დამტენებით და ეს ელემენტები, ნუ უფრო მომხრე არის გაფუჭებისკენ, ანუ უფრო ფუჭდება მალე, როდესაც სწრაფად ტენი და ბოლომდე ტენი ხოლმე. აი ტელეფონს რო ყიდულობთ ხოლმე, თუ გაგიგიათ რომ 100%-ამდე არ დატენო და 30-ზე დაბლა არ ღირს დასმა ტელეფონის, ასე ვთქვათ, იგივე არის რა დაახლოებით, ანუ ამ ელემენტებსაც უნდა გაურთქილო და 80-ზე ზევით არ დატენო, ან 90-ზე ზევით მანქანა არის მაინც და 30-ზე ან 20-ზე ქვევით არ დაწიო და ზოგადად ბოლომდე არასდროს ეცადეთ რომ არ დასვათ. ეგ ვიცი. ეგ წავიკითხე მეც და ნელ-ნელა მოვემზადე, იმისთვის რომ თქვენც მოგიყვეთ. სხვა ეხა ამ მანქანაზე აღარაფერი არის თქმის ისეთი, ერთადერთი რაც მომწონს არის აი ჩუმად რო არის, ხო, ანუ ეს სიჩუმე რაღაც მხრივ კარგია, პლუს ის არის რომ ძალიან ეკონომიურია, მაგრამ არ ვიცი ეს 5 წელიწადში რამდენს გაივლის და რამდენს გატარებთ იმ 250 კილომეტრიდან რაც შეუძლია. ზოგს უკვე აღარც შეუძლია 250-ის გავლა. რა ვიცი, ეგ ყველაფერი დასახვეწი არის ჩემი აზრით. და ძალიან დასახვეწია. ეგ არის მანქანა გავრეცხე, ეხლა ვარ ლოკაციაზე, სადაც ფოტოებს გადავუღებ ამ მანქანას და დავემშვიდობები. აი, ასე გამოიყურება კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ Nissan Leaf ამ ვიდეოში, ამ ვიდეოსაც ამით დავასრულებ. საბოლოო ჯამში ჩემი აზრი ასეთი არის, მიუჩვეველი ვარ ჯერჯერობით, სულ რაღაც 2 დღეა რაც მე მყავს. სავარაუდოდ მივეჩვევი. მიმოხილვასაც უეჭველი გადავიღებ ამ მანქანაზე, წავიკითხავ ინფორმაციას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაღაცებს ამოვიკითხავ და შევისწავლი კიდევ ცოტა უკეთ. და გაჩვენებთ ჩემს აზრსაც და დაგიფიქსირებთ ცოტა უფრო ცლად ვისაუბრებ ამ მანქანაზე. ეს ვიდეო იყო მიღების და პირველი ეტაპების და პირველი ნაბიჯების ამ მანქანის ჩემს ხელში. ასე რომ ამით დავასრულებ ამ ვიდეოს, დავასურათებ ახლა, დავდებ გასაყიდად და სანამ გაიყიდება აუცილებლად გადავიღებ
მიმოხილვას ამ ლამაზი Nissan Leaf-ის და შემოგთავაზებთ აუცილებლად. დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემს არხს, ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ ვიზრდებით, მიხარია რომ მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება ამ არხით და გვემატება ხალხი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, ჩემო მაყურებელო, უღრმესი მადლობა და წარმატებები. ჩვენ კიდე გავაგრძელებთ ჩვენი სვლა საოცნებო მანქანების.